ბევრ ჩვენს მხარდამჭერს უთქვამს, რომ სულ ქონდათ სურვილი რაღაც ესეთი ეკეთებინათ, უბრალოდ არ იცოდნენ საიდან დაიწყოთ. მე გულწრფელად მჯერა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა რამე სასარგებლო აკეთოს საზოგადოებისთვის და რაღაცნაირად მჯერა, რომ თუ ამას არ ვაკეთებთ, რაღაცის გავლენის ქვეშ ვართ, რომ ბუნებრივად ადამიანები ვისწრაფით იმისთვის, რომ უკეთესი გარემო შევქმნათ და ამას ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს ადამიანები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში უბრალოდ ვერ ხედავდნენ ეს თავისი შესაძლებლობები საით მიემართათ, სჭირდებათ, რომ იყვნენ ქონდეთ ესეთი შესაძლებლობები, როგორც თქვა, არის ჩართიან თუნდაც სხვა პლატფორმები, რომლებიც მიმართულები არიან სხვა პრობლემის დასაძლევად. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ იზრდება ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს თუნდაც ჩვენთან მოხალისეთ რომ იყოს. რაც აქამდე ესე აქტიურად არ იყო. აი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გვეხმაურებიან ხოლმე ახალგაზრდები. ეს ვფიქრობ, რომ ორმა რამემ განაპირობა. ერთი ის, რომ ახალგაზრდებმა უფრო აქტიურად დაიწყეს ზრუნვა, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება ან იქაურ კომპანიებში დასაქმდნენ და აქ უნდა აღინიშნოს, რომ იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ უნდა გქონდეს გამოცდილება მოხალისეობრივ საქმიანობის და мотиваცია მათთვის გახდა, რომ თუნდაც რაღაც ასეთი აქტივობა შეასრულონ. აი, როცა საუბრობთ რა სიტუაცია გვაქვს, სულ ვეცნობ ხოლმე საზღვარგარეთის მაგალითებს და იქ ხედავ, რომ სასკოლო პროგრამაშიც კი აქვთ მაგალითად ჩადებული გარკვეული აქტივობები, რის საფუძველზეც მერე იღებენ გარკვეულ კრედიტებს. ან თუნდაც სამსახურებს აქვთ გარკვეული დრო გამოყოფილი, როცა მათ თანამშრომლებს შეუძლიათ მოხალისეები იყვნენ. ეს კულტურა ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით ისეთი განვითარებული არ არის.